ამ გადაცემის ერთ-ერთი ნაწილი არის თემა, არის წარუმატებლობის საკითხი რა, სწორად ნებისმიერ წამოწყებაში. წარუმატებლობას რო შეეჩეხები, მასთან ბრძოლა, მე აქედან გამოსვლა, ანუ რას იწვევს რა, ეს აი თქვენ შემთხვევაში ხო რაღაცა განახლების ბიძგი არის, მე მგონი ერთ წარუმატებლობაც. წარუმატებლობა თეატრში არის ძალიან კონკრეტული. თუ გაიგე, რატო დამარცხდი? ყველაზე ძნელი ეგ არის ალბათ. მაშინ მოიგე პრაქტიკულად, იმიტომ რომ მიხვდი რა უნდა ძალიან ბევრი, რაზეც მეტ დროს დახარჯავ, თუ ვერ მიხვდი. ეს ხდება ხოლმე პირდაპირ, აი ბოლო პრაგონებს, აი პრემიერა ჯერ არ არის და უკვე შეხვდები, რომ აი ეს უკვე გვიანია, მაგრამ ვერ შეცვლა. და უკვე ხედავ ახალ დადგმას. რეჟისორი ხარ გემის კაპიტანი. შენს ბოლომდე უნდა იომო ბოლო წუთამდე. შენ თუ შეგამჩნიეს, რომ ხო, დანები. აღარ გაინტერესებს, დამნაშავე ხარ. აი ეს არ შეიძლება. ბოლო წამამდე არის შანსი, რომ გამოსწორდეს ყველაფერი. შეიძლება უცებ აი ბოლო სცენამ, ფინალმა გამოცვალოს ყველაფერი და ბევრი სპექტაკლი მინახია, რომელიც მთლიანად არ ვარგა, თითქოს და უცებ ფინალი კრავს ყველაფერს, ვაიმე როგორ მოიფიქრე. და ავიწყებს მაყურებელი. და გამოდიხარ აღთვალებული. ბოლო წუთზე გატარელი გოლივით. ბოლო წუთამდე ომი უნდა, მაგრამ თუ მაინც არ გამოვიდა და გაიგე რატო არ გამოვიდა. არა უშავს. პირიქით.